გამარჯობა მეგობრებო, დიდი ხანია ვიდეო არ გადავიღია. ფიზიკური და რო ხერხებდი სამსახური გამოცდები ფინალურები და ასე შემდეგ მოგით. Anyways, რა მუშაობა აქვს. გიბრუნდებით ყოველ შემთხვევაში ახალი ვიდეოთი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კომპიუტერის кейსებზე. სადაც ვათავსებთ ჩვენ სისტემებს, დედაპლატებს, პროცესორებს, ვიდეო აპარატებს და ასე შემდეგ. არის ბევრი ფაქტორი, რაც გასასვლელისწინებელია, არის ბევრი დეტალი და ბევრი ინფორმაცია, რაც ეხება კომპიუტერის кейსებს. ანუ ესე პირდაპირ უცებ ჩვენ შევარჩიოთ ნებისმიერი кейსი და იქ ავაწყოთ კომპიუტერი, ასე არ არის. ამიტომაც არის ბევრი ფასის და ბევრი ტიპის кейსები და აი ამაზე ვისაუბროთ და ავხსნით მოკლედ როგორი ტიპის кейსები გვაქვს, მიახლოებით ზომები როგორია და რეები და გავითვალისწინოთ ჩვენ მათი შეძენისას. როგორც წინა ვიდეოებში აქაც მაქვს გამზადებული შაბლონი, ორი შაბლონი, რითაც ვიხსენებ ვიდეოში. პირველი არის ეს. დავიწყოთ ჩვენ საუბარი ზოგადად кейსების ზომებზე და ტიპებზე. გვაქვს რამდენიმე ტიპის кейსი ზოგადად, ესენი არის ultra tower-ი, რაც არის ძალიან იშვიათი, ანუ ultra და super ultra tower-ი იგივე რაც super tower-ი და ძალიან იშვიათად შეხვდებით საერთოდ მოხმარებაში და მაღაზიებშიც რა ასეთი ტიპის кейს ultra towers. ასევე გვაქვს full tower-ი, mid tower-ი, mini tower-ი და small form factor-ი, ასეთი ტიპის кейსიც არის, სადაც თავსდება კონკრეტული ტიპის დედაპლატები და ასე შემდეგ. მოკლედ თავისი მახასიათებლები აქვს აი ამ სულ რა. როგორც ვთქვით, ultra tower-ი ძალიან იშვიათია და თითქმის არ გვხვდება თუ ვიღაცას ან მოხმარებას ან overclock-ი და ძალიან ორი ვიდეო აპარატი, სამი ვიდეო აპარატით არ უნდა კომპიუტერის სისტემის ჩართვა. აქ გვაქვს მოცემული სიგრძეების, სიმაღლეები და სიღრმეებიც. ნუ ამაზე ხა არ ვისაუბრებ, ან თქვენ თვითონ წაიკითხავთ და მიხვდებით რომელი кейსი რომ რა სიგრძის დაახლოებით, ანუ ესენი არის საშუალო დაიმენშენები რა. არ არის აუცილებელი რომ აი ეს ზომები იყოს ანუ ამათ შორის რაც არის ცვალებადია და ეგ გაითვალისწინეთ, ანუ რაღაცა ფიქსირებული ზომა ყველა кейსს არ აქვს თითოეულ კატეგორიაში რა. უბრალოდ ესა მიახლოებითი ზომები და შეგიძლიათ ჩაბლულად გამოიყენოთ. რაღაცა თუ აპირებთ ყიდვას თქვენი მაგი და სადაც დებთ კომპიუტერის სქაურობა გაზომოთ და იმის და მიხედვით თუნდაც არჩიოთ რა. ან მე მიზნების მიხედვით ხა თუ გინდათ overclocking, double GPU სისტემა, სადაც ორი ვიდეო აპარატი ეს იქნება, ახლა წახვალთ ან full tower-ზე ყველა ვარიანტში, ან ultra tower-ზე, ხო? ანუ მიც აღარც განიხილოთ მაგ შემთხვევაში და ასე შემდეგ რა. ეგენი არის ტიპები кейსების, როგორი შეიძლება შეხვდეს და ასევე არის ზომები და ტიპებიც, აი მაგალითად აკვარიუმის showcase-ის სტანდარტი, აი გვაქვს მაგალითად აკვარიუმის ტიპის кейსი. ნახეთ აკვარიუმი თქესა ორი მხრიდან შუშა აქვს, ეს არის აკვარიუმის ტიპის кейსი. აქ მაქვს ძალიან პოპულარული მოტანილი, ეს არის Lianlis O11 Lianli Dynamic O11 кейსი, ხო, რაც არ უნდა იყოს. Anyways, აკვარიუმის ტიპი არის, ეს არის showcase ტიპი. ნახეთ როგორია, ეს არის Haiti-ის ფირმის, აქეთან მხრიდან შუშა აქვს. აქ შეიძლება რომ პანელი ზოგს кейს აქ პანელი უყენია, ჩვეულებრივი ეკრანი არის და რაღაცები, ანუ სენსორი აქვს და მუშაობს რა აი ამ ადგილას. არის სტანდარტული glass პანელიანი ტიპიც, აგერ ერთი მხარეს შუშა რო აქვს, ანუ ჩანს სისტემა და წინა მხარეს უბრალოდ კულერები არის. ეგეთი ტიპიც არის. აქ ეხა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ეს დაფარული იყოს, შეიძლება ჩანდეს აქ კულერები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ამას მაინც ამის კატეგორიაში და ამის კატეგორიაში მაინც არ გადის, იმიტომ რომ ხედავთ აქ მთლიანად შუშაა და მეტი არაფერი, ანუ აქ ჩანს თუ არა კულერები, დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა, ანუ მაინც არ გადის აკვარიუმის ტიპის кейსებში და გვაქვს დახურული кейსი, რა თქმა უნდა, სტანდარტული, როგორც ხედავთ, ანუ არაფერი არანაირი მხარე ხილული არ არის, რა ყველა არის დახურული. ეგენი არის ძირითადად кейსის ჩვენი ზომები, როგორც აქ განვიხილეთ და ასევე ტიპები, ესეთი ტიპები არის კიდე ძალიან ბევრი, მაგალითად თუ გაგიგიათ აქსმენიათ მაგიდაში ჩაშენებული კომპიუტერები, ანუ მაგიდა იყიდება და სპეციალური და შიგნით შეგიძლია რომ სისტემა მოათავსო, არის custom build-ებიც, ანუ თავისი ხელით გადააკეთებენ ხოლმე მაგიდებს, ესე ვთქვათ, ვისაც დაინტერესებული და
აინტერესებს ეს სფერო, გადააკეთებენ ხოლმე მაგიდებს, შეგით აკეთებენ სისტემებს, არის კედელზე განთავსებული სისტემებიც, ანუ кейსის გარეშე საერთოდ პირდაპირ კედელზე აწყობენ კომპიუტერს, სპეციალური სადგამები და გადამყვანები და კაბელები ჭირდება, მაგრამ მაინც შეიძლება რომ გამოვიდეს ასე და კედელზე გქონდეს ჩვენ აწყობილი სისტემა პირდაპირ მიმაგრებული, ეგეთებიც არის. უბრალოდ ახლა მაგეებს ახლა სიღრმეებში აღარ შევალ, ძალიან იშვიათი რაღაცებია. ჩვენ ვსაუბრობთ უფრო გავრცელებულ აი ამ 5 ტიპის кейსებზე, ну, პრინციპში small form factor-ი და ultra tower-იც არ არის ძალიან გავრცელებული, ძირითადად mini tower-ი, midi და full-ები იწყობა, მაგრამ მაინც ჩემი აზრით ღირდა სახსენებლად. ну, ეს იყო ძირითადად ზომები და ტიპები და ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ ახლა რა თუ არ გაქვთ დიდი სივრცე, თუ გიზიდავთ უბრალოდ პატარა ზომის кейსები, გაითვალისწინებთ და იმის მიხედვით შეარჩევთ ზომის, ანუ სტანდარტს, რომელი სტანდარტი გინდათ რომ იყოს ზომაში. და ასევე ხო თქვენი პრეფერენსიდან გამომდინარე, თუ გინდათ ახურული მოგწონთ, რაღაცა ნახევრად ღია, აკვარიუმის სტილი, რა ვიცი, შოუ-კეისი, როგორიც თქვენ გინდათ, ისეც იყიდით რა მოკლედ და არჩევთ ზომის და ტიპის მიხედვით. ეს იყო ზომებზე და ტიპებზე საუბარი. დავასრულოთ ახლა ამ სლაიდთან დაკავშირებით აი ამ თემებზე საუბარი, გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვანზე. გადავიდეთ მეორე ნაწილზე უკვე, კიდევ ზომების და ტიპების გარდა რა არის გასათვალისწინებელი. ესენი არის განსხვავებები кейსებს შორის და თავისებადობები და თავისებურებებიც თავისთავად. ანუ ესენი უკვე არის რა უნდა გავითვალისწინოთ უშუალოდ გარდა ზომისა და кейსის ტიპისა, როცა ვყიდულობთ ჩვენ кейსს, ან ზოგადად ვათვალიერებთ, ან ვაკეთებთ შეფასებას, არ აქვს მნიშვნელობა მაგ ყველაფერს, უბრალოდ გასათვალისწინებელი ფაქტორებია რა და ვისაუბრებთ ხა ჩვენ თითოეულზე. პირველი არის airflow ტრაექტორია და ნახეთ რა იგულისხმება აქ, როცა кейსის კულერები ყენდება კონკრეტულ ადგილებში და ის აძლევს airflow-ს кейსს რა, ანუ airflow არის ჰაერის ნაკადის მოძრაობა იგივე და ტრაექტორიაც აქ სწორედ ვაქვს მიწერილი რა. ანუ როგორ იმოძრავებს кейსში ჰაერი, როცა დავამაგრებთ ჩვენი კულერებს რა. მაგალითად, აი ეს ერთი მაგალითი არის, ეს არის Asus ROG Strix-ის кейსი. აი მაგალითად, კომპიუტერს кейსს შეიძლება უყენდებოდეს კულერები წინ 3-1 უკან, რაც ძალიან სტანდარტულია და 3 ზევით. ან აკვარიუმის შემთხვევაში 3 ცალი აი ამ მხარეს და ქვევით 3 ზევით 3 აქეთ 1, ანუ ბევრნაირი განლაგება შეიძლება გქონდეს და თავსებადობა кейსს კულერებისა და მაგის მიხედვით რა თქმა უნდა airflow-ს ტრაექტორიაც იცვლება რა და ეგ უნდა დაადგინოთ თქვენ და გადაწყვიტოთ რომელი არის თქვენთვის მისაღები რა, ანუ როგორი airflow გინდათ რომ იყოს кейსში. არის მაგალითად ძირითადად რომ 3 ცალი აყენია ხოლმე წინ, რომლებიც არის ჰაერის შემტანი, ანუ გარედან იღებს ჰაერს შეაქვს, უბერავს ესე ვთქვათ და უკან არის ხოლმე exhaust fan-ი, რასაც ქვია, ანუ უკან გამოაქვს ამას ცხელი ჰაერი უკანა მხრიდან რა, ანუ ეგ ძალიან პოპულარული airflow ტრაექტორიის ტიპია. ასევე მეორე ტიპი არის რომ აქ აყენია 3 ისევ intake-ი, ანუ რომელსაც შეაქვს ჰაერი, ერთს უკან გააქვს და 3 არის ზევით კიდე, ან 2 ხოლმე დაყენებული, რომელსაც ისევ გააქვს ზევით რა, ანუ წინა მხრიდან შემოდის გრილი ჰაერი, აგრილებს სისტემას და დანარჩენ ცხელ ჰაერს, აი ეს ზევით 3 ან 2 და უკან 1 კულერი გააქვს ხოლმე რა. აკვარიუმის кейსებში პირიქით გვაქვს რომ ხოლმე რომ აქ რახან წინ 3 კულერი აღარ გვაქვს და როგორც ნახეთ წინათ შუშა არის, ქვევით აყენია ხოლმე ცხელი ჰაერის გამტანი კულერები, ზევითაც და აქ აყენია ხოლმე შემომტანები, ანუ წინა პანელზე, ხა ამას ეს უშლის წინა მხარეს და მოკლედ airflow ტრაექტორია როგორ იმოძრავებს ჰაერი კულერების მეშვეობით თქვენ სისტემაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რა და რა თქმა უნდა მიმართულებასაც ახლა თქვენ შეიძლება ეს კულერი დააყენოთ ისე რომ ჰაერი შემოქონდეს ან გაქონდეს ცხელი. ამიტომ როგორ კულერებს აყენებთ, მაგასაც მნიშვნელობა აქვს რა, ანუ შემომტანს თუ გამტანს. მოკლედ პირველი კრიტერიუმი, რაც აუცილებელია რომ გაითვალისწინოთ, არის airflow ტრაექტორია თქვენს кейსში. კიდევ ერთი, რაც შეიძლება რომ ხა ესე გამოკვეთილად არ გაითვალისწინოთ, მაგრამ არის განსხვავება, არის კვების ბლოკის სივრცე кейსებში. მაგალითად, თუ გინახავთ ან გაქვთ ძველი кейსები, ძალიან ძველი, მას კვების ბლოკი უყენდება ზევით, აი ამ ადგილას, სადაც ხა მოვსვადებ. არის ცოტა უფრო ახალი ტიპის кейსები, რომლებსაც კვების ბლოკი უყენდება ქვევით, შემდეგ აი აქ ხო აი აქ აქვს სივრცე დაუყენდება და არის კიდევ უფრო ახალი ტიპის кейსები, რომლებსაც კვების ბლოკი უყენდება უკან. ანუ
უკან მხარეს უკენდება რა, აქ ხო არის დედაპლატის დასამაგრებელი ადგილი და აი ამის უკან სადღაც ჰაერში მაგრდება კვების ბლოკი და წინ საერთოდ აღარ ჩანს რა. ეგეც რა თქმა უნდა უმჯობესი იქნება თუ გეცოდინებათ და გაითვალისწინებთ სად ყენდება თქვენს кейსში ეს კვების ბლოკი, იმიტომ რომ მე მაქედან გამოდის მთელი რიგი კაბელები, რომლებიც უნდა შეუერთოთ სისტემას და თქვენი პრეფერენცია მოკლედ დამოკიდებული რა, ეგეც უნდა გაითვალისწინოთ არჩევისას, სად არის კვების ბლოკის სივრცე გამოყოფილი. ნუ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი შემდეგი არის კაბელების მენეჯმენტი, კაბელ მენეჯმენტი იგივე, რაც ხშირ შემთხვევაში ესთეტიკურ ბილდებში გადამწყვეტ როლს თამაშობს ხოლმე რა кейსის არჩევისას. არის ხოლმე кейსები, რომლებსაც ოპტიმიზირებული აქვს კარგი რაოდენობის, საჭირო რაოდენობის ნახრეტები, დასამაგრებლები, გამოსაძვრენები კაბელის აქვს, არის кейსები, რომლებსაც არ აქვთ. არის кейსები, რომლებსაც მოყვება კაბელების შემკრე, ესე იგი მომჭერები ზოგს აქვს, ბადით ზოგს აქვს, ნაჭერია ხოლმე, ხო, ანუ ბევრი ტიპის კაბელ მენეჯმენტის ინვენტარი შეიძლება მოყვეს кейს, ან პირდაპირ კონდეს, ხო? აი მაგალითად ხა ამ кейსსაც უყურებთ, ხედავთ, აი აქედან არის კაბელების გამოსაყვანები. თან ღია კი არ არის ეს, ანუ იწევა, შეგნით რბილი მატერია, ნაჭერი არა და აქედან ამოდის კაბელები და მხოლოდ კაბელი ჩანს, იმიტომ რომ ეს დანარჩენი ფარავს რა, გამოყოფს ეს კაბელი თავს, აქ შეაერთებ მერე და ეს იფარება მერე. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანუ როგორი კაბელ მენეჯმენტი აქვს кейს, როცა ყიდვას დააპირებთ, თან შესამოწმებლად გინდა თან რაღაცა, რევიუები ნახოთ ხოლმე, ნახოთ დეტალური აღწერა, ანუ кейს ხო აქვს product page-ი თავისაც დევს რა кейსზე ინფორმაცია, იქ ჩამოსკროლოთ ხოლმე კარგად, გადახვიდეთ page-ებზე და დააკვირდეთ, რომ კარგი კაბელ მენეჯმენტის ფუნქციონალი და შესაძლებლობები აქვს кейს, თორე ვისაც ესთეტიკური და ლამაზი ბილდი უნდა ძალიან ამახინჯებს ხოლმე მე кейს ცუდი კაბელ მენეჯმენტი რა და ამიტომ ეგეც გასათვალისწინებელი ფაქტორია. ნუ სხვა შორის Airflow-საც უშლის ხელს, ცუდი კაბელ მენეჯმენტი თუ ბევრი კაბელები ერთმანეთში ახლართული, Airflow-ც ბანძდება და კომპიუტერის ტემპერატურებიც უფრო მაღლა იწევს. კიდევ ერთ საგულისხმო ფაქტორი არის front panel-ი. front panel-ი ვინც არ იცით, აგიხსნით, ეს არის ანუ კომპიუტერის ღილაკები ჩართვის, დარესტარტების USB კაბელები ხო აქვს, ჯეკები არა, რაღაც პორტები, case თვითონ დედაპლატის გარეშე. აი მაგ ეგ პორტები სად არის განლაგებული? რამდენი პორტია, როგორი ხარისხის პორტებია, როგორ მუშაობს, ესე ვთქვათ, რა სიგრძის კაბელები აქვს და საიდან გამოდის ეს კაბელები რა, ანუ ყველა кейს ეს კაბელები საიდანაც გამოსდის. რა ჩემ кейს მაგალითად ზევიდან აი ამ ადგილიდან ჩამოზდის ქვევით, ზოგს აქვს ქვევით საერთოდ ეგ ფრონტ პანელი და ქვევიდან ამოდის კაბელები, ანუ ძალიან სუბიექტურია და кейსის ვიზუალზე და პრეფერენცია დამოკიდებული, ამიტომ მაგასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება, სად არის განლაგებული და შნურები საიდან გამოდის, რომ მე უკვე სისტემის აწყობას რო დაიწყებთ, არ შეგიშალოთ ხელი და რაღაცა confusion აღარ მოგცეთ მერე რა. ამიტომ ეგეც საგულისხმო ფაქტორია. აი კიდე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, კულერებისა და რადიატორების თავსებადობა. ეს არის პირდაპირ ის კრიტერიუმი, რითაც ვაფასებთ кейს, რა ზომის რადიატორები ყენდება და რა ზომის კულერები ყენდება. ძირითად ხმარებაში გვაქვს 120 მმ-იანი, ანუ 12 სმ-იანი და 140 მმ-იანი, ანუ 114 სმ-იანი კულერები და აუცილებლად კარგად წაიკითხეთ ხოლმე, როცა кейს ან გაახილვას აკეთებთ, როგორც უკვე თქვი, ან შეძენას აპირებთ, ან უკვე გაქვთ არსებული кейსი და უბრალოდ გინდათ გაიგოთ მასზე დეტალები, აუცილებლად გაარკვიეთ რა ზომის კულერები ყენდება. შეიძლება ზევით ყენდებოდეს 320-იანი, 340-იანი, ანუ გულისხმობ 12 და 14 სმ-იანებს, ხო, მილიმეტრებში გადაგვყავს. ასე ვიძახით უბრალოდ 120-იანი, 140-იანი. ანუ რა ზომის კულერები ყენდება, რა შესაბამისად რადიატორებიც მერე. წინ ყენდება თუ არა 340-იანი, ქვევით თუ ეტევა 120-იანები, 140-იანები და რამდენი ეტევა და ასე შემდეგ, ანუ და რადიატორებიც როგორ ერგება რა. მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა кейსში, რომ მე არის ხოლმე რომ ზოგი მოხმარებელი ყიდულობს 140 მმ-იან კულერებს
და მე ვეღარ აყენებენ ხოლმე სამთელს, იმიტომ რომ არ ეტევა, არის ხოლმე პირიქით წინ ვერ აყენებენ ხოლმე, ან ფიქრობენ რომ 320-იანს თუ დააყენებენ შეივსება სივრცე და ამ დროს თურმე кейსი გათვალისწინებულია 340-იანისთვის, ამ თავსებადია და მე სივრცე რჩება ხოლმე და არის დისკომფორტი ამ უცოდინერობის გამო, ამიტომ კარგად გაითვალისწინეთ ეგეც, ზუსტად რა ზომის და რამდენი კულერი სად უმაგრდება თქვენ кейსს და რადიატორები შესაბამისად რა. თუ რადიატორისთვის არის ხო საჭირო ახლა როცა ვაყენებთ AIO-ს, ანუ წყლის გაგრილებას, ან custom water cooling-ს, მას სჭირდება რადიატორი და ეგ რადიატორი როგორ და სად ყენდება. რა სისქის რადიატორია თავისთავად და ასე შემდეგ, ანუ სისქესაც აქვს მნიშვნელობა რა, ანუ кейსის პარამეტრებში აუცილებლად იქნება მითითებული, რა სისქის რადიატორის დაყენება შეგიძლიათ მასზე, ამიტომ ეგეც აუცილებლად გაითვალისწინეთ. ნუ ახლა ეს ძალიან მარტივი კრიტერიუმი ამას ყველა ითვალისწინებს, ეს დედაპლატის თავსებადობა, ახლა არის IATX-ი, ATX-ი, mini ATX-ი, ბევრი ტიპის დედაპლატის ზომა არის, ხო? რომლებიც შეიძლება რომ მოვათავსოთ кейსში და ნუ თუ თქვენი кейსი ახლა პატარა არის და არ ეტევა IATX დედაპლატა, რა თქმა უნდა, იმას არ იყიდით, ხო? და არ დაგეგმავთ მის შეძენას, ამიტომ ეგეც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი ტიპის დედაპლატებთან აქვს თავსებადობა кейსს. ეგეც რომ გაითვალისწინოთ. მყარი დისკების SSD-ების თავსებადობა. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი კრიტერიუმი არის, რითაც ჩვენ შეგვიძლია რომ შევაფასოთ кейსი და დავგეგმოთ მისი შეძენა. ანუ ეს არის კრიტერიუმი, რამდენი Winchester-ის მყარი დისკის, რამდენი SSD-ის, რამდენი სლოტი აქვს, ესე ვთქვათ რა, ანუ რამდენი მყარი დისკის და რამდენი SSD-ის ჩამაგრება შეგვიძლია შიგნით. ეგ არის ხოლმე ძირითადად кейსის კრიტერიუმებში ჩამოწერილი და თქვენს გადახედავთ და ნახავთ იქ რამდენი მყარი დისკისა თუ რამდენი SSD-ის ჩამაგრება შეგიძლიათ რომ ის მომენტი არ იყოს რომ თქვენ მაგალითად გეგმავთ რაღაცა 6 მყარი დისკის და 4 SSD-ის დამაგრებას კომპიუტერზე სამუშაოდ გინდათ პირობითად და кейსი იყიდეთ რომელსაც მხოლოდ 4-ის თავსებადობა აქვს პირობითად რა მაგ შემთხვევაში ვერ მოათავსებთ რა თქმა უნდა და მოგიწევთ წვალება და ან кейსის შეცვლა, ან კიდე ისეთ ადგილას დამაგრება ამ Winchester-ის, სადაც მისი ადგილი საერთოდ არ არის кейსში. ეგეთი შემთხვევებიც არის ხოლმე, რომ ზოგჯერ ძირზე ამაგრებენ ხოლმე და მოკლედ 1000 кейსები არის, აყენებენ სხვა ადგილებში, სადაც არ არის გამიზულად მყარი დისკის დაყენება. და ბოლო ერთ-ერთი არც თუ ისე უმნიშვნელო დეტალი არის ვიდეო ბარათის თავსებადობა. მე მომივიდა პირადად 3 წლის წინ кейსი მქონდა რაღაცა გარკვეული кейსი არ იყო რაღაც გეიმერული და ესეთი უბრალო кейსი იყო და გამოცვალე ვიდეო ბარათი და რომ მოვიტანე და რომ ჩავდე კომპიუტერში არ ჩაედია რამდენიმე 3 თუ 4 სანტიმეტრით იყო პატარა кейსი ვიდეო ბარათზე და ვერაფრით ვერ მოვათავსე შიგნით მომიწია მე ძალიან ბევრი არასასიამოვნო ეტაპების გავლა იმისთვის რომ ეს ვიდეო ბარათი რამდენად მომეთავსებინა ამ кейსში ამიტომ მაგასაც ძალიან კარგად ვიაქციეთ ხოლმე ყურადღება, ან თუ ვიდეო ბარათი გაქვთ და უბრალოდ кейსს ვთვლით, რომ თუ ჩაეტევა ახალ кейსში რასაც არჩევთ, ან კიდე თუ გაქვთ ვიდეო ბარათი და უკვე სხვა ნაწილები, кейსიც იმის მიხედვით არჩევთ, რომ ეტეოდეს ეს ვიდეო ბარათი შიგნით რა. პირობითად ახლა მიკრო mini tower-ში თუ გინდათ რომ ჩადოთ რაღაცა Asus ROG Strix-ის სამფენიანი RTX 5090 ვერ ჩადებთ, იმიტომ რომ პატარაა ფიზიკურად და არ ჩაეტევა. ამიტომ ეგეც გაითვალისწინეთ. ხო, კიდე აქ ვიწერია, ანუ საიზზე ვისაუბრეთ, ანუ ზომაზე და არის კიდე vertical mount-ი, ანუ თუ თქვენ გსურთ რომ ვიდეო ბარათი დაამაგროთ, არა ესე როგორც სტანდარტულად რა, ანუ აი ამ სლოტში კი არ ჩასვათ აი ესე ვერტიკალურად. ეგეც უნდა გაითვალისწინოთ, кейსს აქვს თუ არა მაგის capability თავსებადობა, რომ აი ასეთ ფორმაში დააყენოთ ვიდეო ბარათი, ანუ ვერტიკალურად რა. ძირითადად ხო ჰორიზონტალურად დევს, ანუ ვერტიკალურად გადაცვლის საშუალება თუ არის. ძირითადად ეს იყო ამ ვიდეოს შინაარსი, აგიხსენით რები უნდა გაითვალისწინოთ кейსების შეძენისას, ან გამოცვლისას, ან შეფასებისას. როგორი ტიპის кейსები გვაქვს, ვისაუბრეთ ზომებზე, ვისაუბრეთ ტიპებზე, როგორი ტიპის кейსები შეიძლება გქონდეს, ვისაუბრეთ არ ძალიან არაგავრცელებულ ტიპებზეც, როგორებიც არის, როგორც ახსენეთ, მაგიდაში ჩაშენებული ან კედელზე გაკეთებული კომპიუტერები და ძირითადად ეს იყო, იმედია გამოგადგებათ ეს ვიდეო, შემდეგში უფრო დაკვირვებით და გააზრებულად შეიძენთ კომპიუტერის кейსებს, გაითვალისწინებთ აი ამ კრიტერიუმებს, ზომებს და
უფრო თავდაჯერებულები და უფრო ადეკვატურ არჩევანს გააკეთებთ თქვენი შენაძენისას ან სხვა ნებისმიერი საქმიანობისას. მადლობა, სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.